როგორც გავიგე, სკეიტბორდინგის სწავლა გინდა და გაინტერესებს თუ რა გჭირდება ამ ყველაფრისთვის, ან რა ნაბიჯები უნდა გადადგა. მე ამ ვიდეოში მოკლედ აგიხსნე თუ რა დაგჭირდება სულ თავიდან დასაწყისში, ხოლო შემდეგ მოყვება ამ ყველაფერს მეტი ვიდეო, სადაც უფრო დაწვრილებით აგიხსნი ყოველ წვრილმანს. თხოვნა არის რომ კომენტარებში დაწეროთ ყოველივე კითხვა რაც გაგიჩნდებათ. აი, როგორ გავაკეთო კიკფლიპი, როგორ გავაკეთო ოლი. ამ ყველაფერს ისედაც გადავიღებ, მაგრამ თქვენი კითხვები მაინც ალგორითმს შველის. თხოვნა გამოიწეროთ არხი, რომ უფრო დამეხმაროთ ამ ყველაფრის გახორციელებაში. ახლა კი გადავინაცვლოთ პარკში. მოიცახ რა გვინდა? წამოშობში. ასე უკეთესია. წამოშევიდეთ. გამარჯობა დენი. ჩამოვედით და ვიდეოს ვიღებთ და ხალხს მინდა აუხსნა. აი რა ნაწილი რას წარმოადგენს და რეები უნდა იყიდონ ნაწევენ. როცა მოდიან ხოლმე და უნდათ პირველი სკეიტის ყიდვა, ყოველთვის უნებრივ ორი ვარიანტი აქვს, რომ პირველი ერთი ან აიღონ უკვე აწყობილი სკეიტი, ან ნაწილებად ავაწყოთ. ხოვობა ის არის, რომ ნაწილებად აწყობის შემთხვევაში ბევრად უკეთესი ხარისხის სკეიტი გამოდის და უფრო მეტი არჩევანი გაქვს. ანუ შეგიძლია შენი ზომის დაფა აიღო, შენი ნახატის დაფა აიღო, შენი ბრენდი რამე თუ მოგწონს იმ ბრენდის დაფა აიღო და აწყო შენ გემოზე რა. მაგრამ მეორე მხრივ ცოტა უფრო ძვირი გამოდის. და აწყობილის ყიდვის შემთხვევაში პირიქით არის ყველაფერი, ანუ არჩევანი დიდად არ გაქვს, იმას იღებ, რაც უკვე დაფაზე აყენია, მაგრამ ცოტა იაფი გამოდის. და ყოველთვის ვისაც გეგმა აქვს, რომ სერიოზულად იკატაოს, კაი ხანი დაუთმოს ამას და იცის, რომ 1-2 კვირაში არ მიანებებს, ყველას ურჩევ, რომ მაინც ჯობია ცოტა მეტი დახარჯოს და კაი სკეიტი აწყოს იმენა მაგისთვის რა. თავარი დაფის არჩევისას არის ზომა. ანუ შეიძლება რაღაც ბრენდი მოგწონს, რაღაც არ მოგწონს, მაგრამ იდეაში რო იცოდე, ყველა დაფა არის დამზადებული სულ რაღაც 60-80 ქარხანაში, ანუ ძალიან ბევრი ბრენდი არის, ერთი და იგივე ხისგან დამზადებული, იგივე პრესებზე და იგივე ფორმის არის რა. ამიტომ კაი ბრენდის დაფა თუ არის, ხარისხით ყველა თითქმის იგივე არის რა. ეხა იქ Flight-ის ან VX-ის კარბონის დაფას თუ არ ჩავთვლით. მოკლედ ბრენდს დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ბრენდებში ძირითადად კიდე განსხვავება არის ხოლმე, ოდნავ კონქეივი, ანუ ეს დაფის სიღრმე, კონტურის შეიფი და ასე შემდეგ, მაგრამ ეგ ინდივიდუალური არის რა, ანუ ვისაც რომელი მოსწონს, ის უნდა აიღოს, ამიტომ მაინც ჯობია დადგე ხოლმე დაფაზე და ისე არჩიო ეგ. სხვა მხრივ, ზომა არის ყველაზე მთავარი მახასიათებელი, ანუ აი დაფები ხა აქ მიწერია მაგალითად 8 და 0 ინჩიანი არის, 8 და 25-იანი არის და ასე შემდეგ რა, ანუ იზრდება. ეს არის ინჩები სიგანეში. და ეგ უნდა აერჩიო, ეგ ის ინდივიდუალური არის, ამიტომ ჯობია პირველ დაფას რო იღებ, სადაც ამ დაწყვილე უბრალოდ თხოვე რომ აი სხვა ზომის დაფები მომეციო, დავდგები და იმის მიხედვით ავარჩევ რა, ეგრე ვაკეთებ ყოველთვის. გასაკუთრებით როცა პირველ სკეიტს იღებ, არ იცი რომელი ზომის დაფა მოგწონება. ეგ არის იდეაში ყველაფერი, რაც საჭიროა დამწყმარ რიცხვების დაფის არჩევისას რა. ეხლა მე იქნება იქ განსხვავება არის მაგალითად wheelbase შორის, ანუ ბორბლებს შორის მანძილი რამხელა არის, tail-დან hose-ი რამხელა არის, მაგრამ დამწყებისთვის ვაფშე არანაირი მნიშვნელობა არ აქვს მაგას რა. grip tape-ი, ანუ ყოველთვის როცა დაფას ვაწყობთ ხოლმე, დაფას რო აირჩევენ, ეგრევე უნები მოდი grip-ის ავარჩიოს დაფასთან რა. grip-ები იდეაში ყველა იგივე არის, იგივე ხარისხის არის, უბრალოდ ზოგი ცოტა უფრო უხეში არის, ზოგი ნაკლებად უხეში და ეგეც ვისაც როგორი უნდა რა. ეხლა უხეში grip tape-ს რო დააკავ დაფაზე, უფრო კაი მოჭიდება აქვს, ანუ უფრო მოყვება, მაგრამ ფეხას მას გიფუჭებს უფრო სწრაფად. და პირიქით არის უფრო ნაკლებად უხეში grip tape-ზე. მოკლედ ეხლა ვიტყვი, ჩემი პირადი ფავორიტი არის მობი, იმიტომ რომ საკმაოდ უხეში არის, მაგრამ ძალიან უხეშიც არა, რომ ფეხასმელი გაგიფუჭოს. მობი ჯესაფზე უხეში არის, მაგრამ მაგალითად გრიზლის 60 grip tape-ი მაქვს, რომელიც კიდევ უფრო უხეში არის რა, ეგ გრიზლი იმენა გამიფუჭოს ფეხასმელს. მოკლედ მობი არის ესეთი ჩემთვის პირადად სტანდარტი არის რა. თუ ნაკლებად უხეში გინდა ჯესაფი არის კლასიკური, თუ მეტად უხეში გინდა გრიზლის, ოღონდ ნებისმიერი გრიზლი კი არა, იმენა გრიზლი ნომერი 60 ეგრე ქვია grip tape-ს რა. გამჭვირვალე grip tape-ებიც არსებობს, რომლის ქვეშაც შეგიძლია სტიკერი დააკრა, ან მაგალითად ზოგ დაფას ნახატი აქვს, აი ანტიზის დაფას მაგალითად ესეთი ნახატი აქვს და გამჭვირვალე grip tape-ს რო დააკრა, გამოჩნდება ნახატი. უბრალოდ გამჭვირვალე grip tape-ს აქვს ცუდი რეპუტაცია იმ მხრივ, რომ უფრო მარტივად ჭუჭყიანდება და უფრო მალე იცვითება. მობი ხომ მომწონს ყველაზე მეტად ჩვეულებრივი grip-ებიან, მაგრამ მობის გამჭვირვალე ყველაზე ცუდი არის და ყველაზე კარგი გამჭვირვალე grip tape-ი არის JSAP Ultra Grip-ის გამჭვირვალე. და თუ გამჭვირვალეს გადაწყვეტ ჯობია ეგ აიღოს, სხვა არც ერთი. შემდეგი ყველაზე მნიშვნელოვანი რაც უნდა არჩიო, ეს არის ხიდები, ტრაქსები, პადოესკები. ეხლა სხვადასხვა ბრენდების ხიდებს ამოვიღებ, გაჩვენებ რაში არის სხვაობა და როგორ არჩიო. ეხლა ნახე, აქ არის 5 ძირითადი ბრენდის ხიდები, რაც მაღაზიაში ჩამომაქვს ხოლმე, იმიტომ რომ ყველაზე კარგები არის რა. პირველი არის Coxi, რომელიც ცოტა ბიუჯეტური არის, მერე Thunder, Venture, Independent და Ace. ეხლა ნახე, ზოგადად
ნებისმიერი კაი ბრენდის ხიდი ობიექტურად კარგი ხარისხის არის. უბრალოდ ზოგი ცოტათი უფრო სხვანაირად უხვევს, ზოგი მეტად უხვევს, ზოგი ნაკლებად უხვევს, ზოგი სიმაღლეში განსხვავდება ერთმანეთისგან და ეგეთ ნიუანსებს გეტყვი რა, ანუ როგორ გააარჩიო. თორე ისე პრინციპში ნებისმიერი კაი ბრენდის ხიდი რო აიღო, მით უმეტეს თუ მანამდე პროხიდები არ ქონდა, ნებისმიერი მოგეწონება და ნებისმიერს მიეჩვევი. ძირითადი სხვაობა რაც ხიდებს შორის არის ის რომ ზოგი მეტად უხვევს, ზოგი ნაკლებად უხვევს რა. ეხლა აქეთ ამ მხრიდან დავიწყებ დავაგებას ხიდების და აქეთ გავაგრძელებ და დავიწყებ ყველაზე ნაკლებად მანევრირებადი ხიდებიდან და ავალთ ცოტა უფრო ისეთი მოქნილ ხიდებამდე რა. მორეთ კრუქსი და ვენჩერი დავაწყობ ჯერ აქეთ, რომელიც ცოტა ნაკლებად უხვევს. ინდი და თანდერი აქეთ და ეისი აქეთ. ეხლა ნახე. ხიდები ნაკლებად რო უხვევს, არ ნიშნავს იმას, რომ ცუდი არის. ანუ ზოგს არ მოსწონს, რომ ხიდები ძალიან ისეთი მოშვებული შეგრძნება აქ ხიდებს და ძალიან უხვევს რა. ამიტომ ძალიან ბევრი იღებს ხოლმე ვენჩერს. ძირითადად, აი ხშირად მინახავს, ვინც სტრიტზე კატაობს დაუნჰილზე, ანუ ძალიან ისეთი იმენა სტრიტ სკეიტერები ვენჩერებს იღებენ, იმიტომ რომ რაღაცით რო დახტევი და მაღალ სტრაფეზე რო ლენდავ რაღაც ტრიქს, ნაკლები სულა აქ ესეთი და უფრო ინარჩუნებ რა წონასწორობას. კრუქსებიც იდეაში იგივე არის, უბრალოდ ყოველთვის ცოტა უფრო იაფი ღირს ხოლმე, ამიტომ ცოტა ბიუჯეტური ხიდების ვარიანტად ჩამომახმოვე კრუქსები. პლუს ბოთლის გასახსნელი აქვს. Independent არის, იმენა ყველაზე ძველი ბრენდი არის და ყველაზე ესეთი ოქროს სტანდარტის არის რა. თან მაგრად უხვევს და surface შეგრძნება აქვს რა, ანუ შვენივრად უხვევს, კარგად იჭერს ბალანსს და ასე შემდეგ. ანუ იმენა სტანდარტი არის Independent. თანდერის იგივენაირად უხვევს, ოღონდ აი რომ მიაწვევი ერთ ხარეს, უფრო კარგად გრძნობ, რომ გასწორება უნდა რა. მაგალითად ტექნიკურ ტრიქებზე მანუალის დაჭერაზეა, ან იმენა ესეთ ტრიქები, სადაც ბალანსი უნდა დაიჭირო, შეიძლება თანდერი უფრო მოგეწონოს. და AC იდეაში იმენა ვერტისთვის იყო, ანუ transition skate-ისთვის იყო შექმნილი, რამპებში საკატაოდ და fun fact-ი არის, რომ Independent-ში ვინც მუშაობდა, ის ტიპი გამოვიდა მაგ კომპანიიდან და დაარსა მერე AC და იდეაში ეს ორი ხიდები ერთმანეთს ძალიან მგავს. ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის. წონაშიც განსხვავდება, ეხლა მაგალითად ინდები ყოველთვის უფრო მძიმე არის, ვიდრე თანდერები და ასე შემდეგ, მაგრამ პირველი ხიდებისთვის დიდი მნიშვნელობა მაგას არ აქვს. თუმცა თუ დამწყები ხარ, ეგრევე არ დაიწყებ რა, იქ რაღაც ძალიან რთული ილეთების კეთებას და შენთვის წონას დიდი მნიშვნელობა არ ექნება. შემდეგი ყველაზე მნიშვნელოვანი ბორბლები არის რა. ბორბლებზე არის დამოკიდებული რამდენად რბილად დადის შენი დაფა და რამდენად სწრაფად დადის შენი დაფა. ბორბლები განსხვავდება დიამეტრში, სიმყარეში და ფორმაში. ყველაზე მნიშვნელოვანი დიამეტრი და სიმყარე არის. ფორმა უკვე ნაკლებად მნიშვნელოვანი არის. ეხლა ნახე. ნებისმიერ დაფას უწერია ზომა მაგალითად 56 მმ, 52 მმ, რა ვიცი, 48 მმ-დან 60 და რაღაც მმ-მდე ყველა ზომის ბორბლები არსებობს ხოლმე რა, მაგრამ ყველაზე გავრცელებული და საშუალო ზომა 54 55 რაღაც ეგრე არის რა. თუ გინდა ცოტა უფრო უნივერსალური ზომის ბორბლები აიღო, მაშინ ნუ აი 54 მმ-ს გიშევ რა, შეიძლება 1-2 მმ აქეთ-იქით ითამაშო. მე მაგალითად ორი კომპლექტი მაქვს, ერთი პარკისთვის და ერთი სტრიტისთვის. პარკის ბორბლები 54-იანები მაქვს, სტრიტის ბორბლები 56-იანები. ბორბლებშიც ისევე როგორც დაფებშიც, როგორც ხიდებში და ნებისმიერ სხვა რაღაცაში ყველას თავისი გემოვნება აქვს და ვიღაცას რაღაცა მოსწონს, სხვა შეიძლება ეგ რაღაცა არ მოსწონდეს, ხო? ამიტომ ეხლა მე რასაც ვსაუბრებ და რაზეც ვისაუბრე, არ ჩათვალო რომ იმენა 100%-ით ეგრე უნდა იყოს რა. მე უბრალოდ გიხსნი ჩემი გამოცდილებიდან რომელი უფრო მომეწონა და რომელი ნაკლებად. ბორბლებს მე ვიყენებ Spitfires და Bones-ის რა, გააჩნია სათქატაობ. აქ დავაწყე ეხლა ნახე, OJ-ის ბორბლებიც მაქვს, სპიტებიც მაქვს, ბოუნსებიც მაქვს, რიქტებიც ჩამოგვაქვს ხოლმე მაღაზიაში, აი slime ball-ებიც ჩამოგვაქვს. მოკლედ ობიექტურად ყველა ბორბალი კარგი არის რა. უბრალოდ ზოგი ბორბალი უკეთესი არის ასფალტისთვის, ანუ სტრიტისთვის, სადაც უხეში და მყარი ასფალტი არის. ზოგი უკეთესი არის skate park-ისთვის, სადაც გასისინებული, გაპრიალებული ბეტონი არის რა. ეხლა ნახე. OJ საკმაოდ კაი ბრენდის ბორბლები არის. უბრალოდ მე არასდროს არ მიკატავია და ვერ გეტყვი ჩემი გამოცდილებით როგორი შეგრძნება აქვს. მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანის რომელიც კატაობს და მოსწონს. ამიტომ OJ შეგიძლია აიღო. Spitfire არის იმენა, ვინმე შეკეტყვი, მითხარი skate-ის ბორბლების ბრენდი, ეგრევე გეტყვი Spitfires რა. იმიტომ რომ ყველაზე პოპულარული არის, თავის დროზე ძალიან მაგარი კომანდა ყავდათ, მაგარ ვიდეოებს იღებენ და სახელი კაი აქვს, რა რეპუტაცია საკაიფო აქვს ძალიან. ბორბლები ძირითადად ორი სხვადასხვა ფორმულის აქვს, ანუ ფორმულას ეძახიან თვითონ ბორბლის მასალას რა, რისგანაც მზადდება ბორბლები. ეს არის კლასიკური ფორმულა, აი მაგალითად აი ესენი როგორიც არის მაგალითად და შეამჩნევ რომ იმენა თეთრი ფერის ბორბლები არის რა და ყველაზე პოპულარული არის ფორმულა 4, რომელსაც ცოტა უფრო კრემის ფერი აქვს აი ამასთან შედარებით. ფორმულა 4 არის ერთ-ერთი ყველაზე კარგი ხარისხის, ყველაზე გამძლე და ყველაზე სანდო ბორბლები Spitfire-ის. უბრალოდ Bones-თან შედარებით, აი ძალიან ბევრმა უბრალოდ ეგ არ იცის რომ Spitfire მაგარია, ოღონდ იდეაში დიდი არჩევანი არ გაქვს იმ მხრივ, რომ მარტო ფორმულა 4 არის, აი ფორმულა რომელიც გაქვს რა. და Bones-ში ძალიან ბევრი სხვადასხვა ფორმულის ბორბლები არის. მაგალითად, X ფორმულა,
Street Tech ფორმულა, SPF ფორმულაც არის, ანუ skate park-ის ფორმულა ეხლა არ მაქვს რა უბრალოდ. ანუ Bones ისეთი პრობლემები არის, სადაც უფრო მეტი არჩევანი აქვს, უფრო ბევრი სხვადასხვანაირი პრობლემები აქვს, მაგრამ ისეთი უნდა აირჩიო, რომელიც იმენა შენ გინდა რა. ეხლა შენ თუ street-ში კატაო და SPF-ს აიღებ skate park ფორმულა პრობლემს. არ მოგეწონება, იმიტომ რომ ძალიან მყარი იქნება. თუ დამწყები ხარ, უბრალოდ ნებისმიერ შემთხვევაში შეგიძლია სადაც ყიდულობს skate-ის ნაწილებს, უბრალოდ გამყიდველს კითხო, რომ აი აქა და აქ მინდა ვიკატაო, skate park-ში ვკატაობ და მინდა skate park-ისთვის კაი პრობლემები რა. ან მაგას street-ზე ვკატაო და მინდა ქუჩაში რომ კაი საკატაო იყოს. ან უნივერსალური პრობლემები და დაგეხმარებიან რა, აგარ შევინებენ პრობლემებს. ეხლა გეტყვი მე რომლები მომწონს ყველაზე მეტად. Spitfire-ის Formula 4-ის OG კლასიკები მაქვს skate park-ისთვის და Bones-ის X Formula მაქვს ქუჩისთვის რა. ორივე 99-ია არის. უბრალოდ X Formula-ს ცოტა უფრო რბილი შეგრძნება, ამიტომ ქუჩაში მაგას ვიყენებ. დანარჩენი უკვე სანამ შენ თვითონ არ გამოსდი, ისი არავის არ დაუჯერო რა. ეხლა ვიღაცა გეტყვის, რომ ეს ჯობია იმასო, მაგრამ ეს იმას ნიშნავს, რომ იმას მოსწონს და არა მართლა ჯობია. ამიტომ ჯობია შენ თვითონ გამოსადო სხვადასხვა ბრენდის პრობლემები და შენ თვითონ იპოვო ის მოდელი, რომელიც მოგწონს. წეროს რა. ეხლა დარჩა პაჩევნიკები, ანუ საკისრები, ანუ bearing-ები. საკისრების არჩევა ყველაზე მარტივი არის, იმიტომ რომ ყველაზე მნიშვნელოვანი რაღაც რას უნდა იცოდე. აიღე იმ ბრენდის საკისრები, რომლებიც მარტო საკისრებს აკეთებს. ეხლა აქ მაგალითად არის, ნახე, Independent-ის საკისრებიც მაქვს, მაგრამ Independent-ი აკეთებს ძირითადად ხიდებს რა. Spitfire-ის საკისრებიც ქონდა, რომელიც ძირითადად ბრობლებს აკეთებს და საკისრები არის მაგათი side quest-ივით რა. და ისეთი ხარისხიანი არ გამოდის, მაგალითად როგორც Red-ები არის, ან როგორც Bronson-ია. აი ეს ბრენდები მთლიან თავიანთ ბიუჯეტს და თავის დროს უთმობენ იმას, რომ გააკეთონ ყველაზე კაი ხარისხის საკისრები. ზოგადად ნებისმიერი ნაწილი და განსაკუთრებით საკისრები აიღე იმ ბრენდის, რომელიც მარტო საკისრებს აკეთებს. ჩემი საყვარელი არის Bronson-ი. Bronson-ის სხვადასხვანაირები არსებობს რა, Bronson G2, Bronson G3, Bronson Row, რომელიც ყველაზე ძვირია, მაგრამ ფასები განსხვავდება ამათი, მაგრამ ყველაზე იაფი, ყველაზე უბრალო Bronson G2-ის რო აიღოთ, ძალიან მაგარი ხარისხის იქნება და არც დაგჭირდება ვაფშე მაგაზე ფიქრი რა. ეგ არის საკისრებზე და всё. და კიდე ბოლო რაღაც რაც დარჩა არის ის, რომ ბორბლებს როცა აირჩევ თუ აიღებ დიდი ზომის ბორბლებს, შეიძლება დაგჭირდეს ეგრეთ წოდებული riser პადები, იმიტომ რომ აი დაფაზე რო ვაყენებ დიდ ბორბლებს, მე მოხვევისას შეიძლება ბორბალი შეეხოს დაფას რა. და მაგისტვის არის riser პადები, რომ ბორბალი უფრო მაღლა აწიოს. აი მომეს საბა შეინდაფა. აი ეს წითელი რაღაცა რაც საბას უდევს ტრაქს და დაფას შორის არის riser პადი, რომელიც ადიდებს აი ამ მანძილს რა. და იდეაში მოხვევისას ნაკლები შანსია, რომ ბორბალი შეეხება დაფას. და ბოლტებს როცა არჩევ თუ აიღებ მოკლე ბოლტს და დააყენებ თან riser pads, შეიძლება ბოლტის სიგრძე არ იყოს და ვაფშე ვერ გადაუჭირო რა. და ეხლა გეტყვი რომ რა ზომის ბორბლიდან გჭირდება. აი ჩემ დაფაზე ეხლა მიყენია 7-8 ინჩი ზომის ბოლტები. და ანუ აი ერთ დონეზე არის ბოლტიც და აი ზევიდან გაიკათო რასაც ეძახიან რა. და ეხლა riser-ის დაყენება რომ მომინდეს, ბოლტის სიგრძე არ იყოფა და უბრალოდ ვერ ჩავაცმო იმ გაიგას. და მე კატაობისა შეიძლება მოძრეს. ყოველთვის, როდესაც 55 მმ-იან ან უფრო დიდ ბორბლებს აყენებ, ჯობია riser-ი პატარა და მაინც დააყენო და riser-ს თუ აყენებ, მაშინ 1 ინჩიანი ან უფრო გრძელი ბოლტები გინდა. ნაკლები აღარ დააყენო. ხო, ეგ არის ყველაფერი რა. Skates რო აწყობ, შეიძლება მე ეკიპირება დაგჭირდეს, ეგ უკვე შენი გადასაწყვეტი არის, სამხრეთს გაიკეთებ თუ არა და აქსესუარებიდან ყოველს ურჩევ რომ tools-ი იყიდონ, რომ მე შეიძლება მოჭერა მოშვება დაგჭირდეს და გქონდეს. ხო, აი ესეთები არის რა, ეხლა აქ სხვადასხვა ბრენდის tools-ები არის, რომელსაც ყველა ზომის მოსაჭრები რა. და მეორე აქსესუარი არის grip gun-ი. საშლელივით არის, შპურკის საწმენდი არის რა. მომე შეინდაფა. შპურკის საწმენდი არის, ყოველი კატაობის მერე მტრიანი შპურკა როცა იქნება, გადაუსვა და იწმინდება რა. ხანგრძლივადაში უბრალოდ შენ შპურკას უფრო დაიცავს და მოჭედებას არ დაკარგავს შენი grip tape-ი. მაგრამ ეგ ყოველი კატაობის მერე უნდა გააკეთო და მხოლოდ მტვერს აშორებს. შენ თუ ტალახში გაევლი და ის ტალახი შეაშება, იმას არ მოაშორებს. ანუ რა ეფექტი აქვს ამას ეხლა ნახო რა. სხვაგან წავიდა. ეგ არის. მადლობა დენი. კიდევ ერთხელ შევხვდებით. აბა გადავინახოთ პარკში. ახლა უკვე დროა პარკისთვის. რადგან უკვე გავიგეთ თუ რისგან შედგება სკეიტი, ახლა გადავიდეთ იმაზე, თუ როგორ დავდგეთ მასზე. ორიენტაციისთვის მე ამ ვიდეოსთვის ვიყენებ ორ სხვადასხვა დასმას. მარცხენა არის ყავისფერი, მარჯვენა არის თეთრი. მარჯვენა ფეხი გვიდგას ეგრეთ წოდებულ ჯიბეში, ანუ რავი, ინგლისურად pocket-ში. ხოლო მარცხენა ფეხი გვიდგას ბოლტების ძირში. აი, დაახლოებით აი აქეთ. ორიენტაციისთვის ხაზი სადაც არის გავლებული, არის დაფის კუდი
ანუ უკანა ნაწილი, ხოლო წინა ნაწილი არის მისგან უფრო მოშორებით. მარცხენა ფეხი მიდის წინ, ბოლტებამდე, მარჯვენა ფეხი კი ჯდება ჯიბეში, ეგრეთ წოდებულ ფოკეტში. მარჯვენა ფეხისთვის, ანუ გუფი დგომისთვის, ჩვენ ვიყენებთ იგივე პოზიციას, ოღონდ სარკისებურად. იმისთვის რომ შევეცვლიოთ გაგორებამდე ბორდზე დგომას, რადგან ჩვენ გვჭირდება ერთი ფეხის ბალანსი, რომ გამოვკრათ ფეხი. მოდი გადავიდეთ ბალახში, რომელიც ყველა სკეიტ პარკის გარშემოა. როდესაც ვდგებით ბალახში, რთული არის ბორდის გაგორება. შესაბამისად, თუ ჩვენი წინა ფეხი არის მარცხენა, ანუ ფარავთ ბოლტებს და იქმნება ფეხის წვერი ცოტათი წინ, ბოლტების აქეთ. კარგი. და ამ დროს მეორე ფეხს წევთ ჰაერში და ვინიშნავთ 10 წამს. აქ ედიტორი ჩასვავს ჩვენს დროს. 2 3 არ აქვს უშუალო რომელი ფეხი არის შენი წინა, აუცილებელია რომ ორივე ვავარჯიშოთ, რატო გქონდეს მეტი კონტროლი. იმიტომ რომ როდესაც დგავართ დაფაზე, ჩვენ ორივე ფეხში ვიყენებთ ბალანსს. და ასევე არსებობს პოზიცია, რომელსაც ქვია switch-ი. ანუ თქვათ, მე მივეჩვიე აქ რეგულარულად სრიალს და მედგას ასე ფეხები. მე თუ მინდა რომ განვითარდე უფრო და უფრო, უჯობესია ასევე ვისწავლო switch-ი, ანუ უკუღმა დგომა. რა დაფასაც შემოვატრიალებ. ამ სიტუაციაში გუფი არის ჩემთვის switch-ი. რაც არის ჩემი დგომის საპირისპირო დგომი. ამაზე მაინც გამოვიყენებთ რაღაც ვარჯიშებს სამომავლოდ შესაბამისად. მაინც ჯობს რომ თავიდანვე სანამ ერთ ფეხს ვასვენებთ, მეორე ფეხი ამ ყველაფერში გამოვიყენებთ. და დრო არ დავხარჯოთ. რეალურად ახლა ვეცდები არ დაგაბნიოთ, მაგრამ გვაქვს ორი დგომა, ხოლო ტრიკებისთვის გვაქვს 4 პოზიცია. რაც სახელებს აძლევს ამ ტრიკებს. ჩემთვის ეს არის უბრალოდ რეგულარი, ხო? მივდივარ, მიმართულება არის ასეთი, ვაკეთებ ოლის დაახლოებით ასე. ჩემთვის შემდეგი მიმართულება იქნება ისევ რეგულარში, ოღონდ საპირისპირო მიმართულებით. ანუ დაფა მიდის საპირისპიროდ, ხოლო მე ისევ რეგულარში ვდგავარ. ეს არის ფეიკი მიმართულება და ფეიკიში ტრიკები გამოიყურება დაახლოებით ასე. ახლა დავდგები ჩემს switch პოზიციაზე, ანუ გუფიზე. ეს არის switch-ი და switch-ი, ოღონდ fake-ში არის 0. ჩნდება კიდევ ერთი კითხვა. როგორ გავიგოთ თუ რომელი დგომი არის ჩვენი მთავარი? რეგულარი თუ გუფი? ამისთვის არის რამდენიმე ვარიანტი. ერთი არის რომ შეგვიძლია მეგობარს ვაკრავინოთ ხელი და რომელი ფეხიც გაგვაჩერებს 3 ცდიდან ყველაზე მეტჯერ ის ფეხი ავირჩიოთ. ან თუნდაც ფეხბურთის თამაშის დროს რომელ ფეხსაც იყენებთ ბურთის დასარტყმელად. ზოგი მარცხენას იყენებს, ზოგი მარჯვენას. წინა ფეხი არის დიდი ალბათობით ჩემი დომინანტური ფეხი და ეს დომინანტი დგება წინ. ამაზე დიდი დებატი შეიძლება იყოს იმისი, რომ აი რადგან დომინანტი არის, ეგ ფუშაოს ისა არის. როგორც კიდეთ გააკეთეთ, მოკლედ. აირჩი ერთი ფეხი, რომლითაც დაიწყებს ტრიალს და შემდეგ უკვე შეგიძლია ორივე მაინც ისწავლო. ბოლოში მაინც ორივე ფეხის სწავლა მოგიწევს, რომ კარგად იკატაო, შესაბამისად, აი უბრალოდ გადადგინა ბიჭი და დაიწყეს ტრიალი. კარგი, რადგან ეს ვარჯიში გავაკეთეთ, უკვე და ბალანსი გვაქვს წინა ფეხში. ჯერჯერობით ვდგავთ, აი ესე, როგორც იმ პოზიციაში გვედგა. დგებით დაფაზე, ცოტა ხანი ბალანსდებით და პატარაზე ფეხის წვერით, ფეხის გულით არა, ფეხის წვერით ვაწვევით და ცოტათი ვაძლევთ ბიძგს. უკანა ფეხს ვდგავთ აი ამ ბოლტებზე, ან ცოტათი წინ და შემდგომ მეორე ფეხს ვატრიალებთ. ფეხს ვცვლით, გინდ აწევით, გინდ უბრალოდ გაცურებით. გაცურება თავიდან შეიძლება გაგიჭირდეთ, მით უმეტეს ახალდაკრობილ grip tape-ზე, მაგრამ იმისთვის რომ ავწიოთ, ჩვენ გვჭირდება მეორე ფეხის ცოტა ბალანსი. და კარგი იქნება თუ მაგასაც ვავარჯიშებთ. ახლა კი გაჩვენებთ როგორ გამოიყურება ეს ყველაფერი ნორმალურ სიჩქარეში. თუ შეამჩნიეთ, ახლა გავაჩერე და გასწავლით ამ ყველაფერს როგორ გავაკეთოთ. ჩვეულებრივი დონის გაჩერება გამოიყურება ასე. როცა მივდივართ, შეგვიძლია აი ეს ფეხი ზუსტად როგორც
გავფუშეთ. ანალოგიურად, უბრალოდ ნელ-ნელა ჩამოვიტანოთ და გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ცოტა შემნელდეთ. და ანუ ძალიან არ დავაჭიროთ, იმიტომ რომ ანუ უბრალოდ გადავარდებით რა. მაგრამ აი დაახლოებით მივხვდებით, რამდენი წონა და წნევა დავაჭიროთ ამ ყველაფერს ისე რომ თან გავცურდეთ და თან გაგვაჩეროს ამ ფეხმა. ამ ყველაფერს გასავარჯიშებლად შეგვიძლია გამოიყენოთ ასეთი შემდეგნაირი მოძრაობა. დგებით ისევ წინა ფეხით და ვიხრებით მოხლში იქამდე სანამ ფეხი არ დაიდგმება. ჯერ ფეხის წვევით, მერე ქუსლით. ვისწავლეთ გაგორება, ვისწავლეთ გაჩერება. ახლა ჩვენ გვინდა მოხვევის სწავლა, რადგან ამ ხელა პარკში ერთი სწორი ხაზით რო გავიაროთ, ხესთან აღმოჩნდებით და მეტი შორს ვერ წავავთ. ჯერ გავგორდით, შემდგომ ქუსლს ვაწვევით წინა ფეხით და ნახეთ დატრიალდა დაფა. ანალოგიურად გავფუშეთ, ვაწვევით ფეხის წვერს, მოტრიალდა წინ. რაც უფრო მეტად მოვაწვევით, ანუ ორივე ფეხით თუ დავაწექით, ერთი და იგივე წონით, მაშინ უმეტესწილად გადმოვარდებით. უმჯობესია აქ წონა გადავიტანოთ წინა ფეხზე და მოხვევის საშუალება მივიცეთ მხოლოდ წინა ფეხს. ამის დემონსტრაციისთვის მე მოხვევას გავაკეთებ ერთი ფეხით. ეს ყველაფერი იმისთვის საკმარისი არის, რომ თქვენ პირველი ერთი კვირა ნორმალურად ისრიალოთ, რაღაც მიეშვიოთ დაფას, ყველაფერი კარგად შეიგრძნოთ და შემდეგი ვიდეო იქნება საკმაოდ მალე. წარმატებები ყველას, თქვენ არის გამოიწეროთ არხი და შემოწმოთ ჩემი, რავი, Instagram-ი, TikTok-ი. მოკლედ good luck. Peace. ანუ გავწმინდე იატაკი. არ კაი. ძალიან ბევრი ხალხი. ძალიან ცხელა და აი ვერ ვფიქრობ. როგორიც არის მაგალითად აი ესა. გახვეტილი აქვს ეს იმისთვის არის, ახაც გახვეტილი აქვს იმისთვის არის, რომ ეგრევე წავიდეს რა. აი მიდიო. ეგ ჩასვით ვიდეოში. ან იგია საშილად მიშლის აუტროს გადაიხურა. კაი, მოკლედ.